გამარჯობა, თქვენ უყურებთ ოთარ ტატიშვილის სატელევიზიო კლინიკას. მე კი ამ გადაცემის მთავარი ექიმი ოთარ ტატიშვილი გახლავართ. ბოლო მონაცემებით საქართველოში მილიონზე მეტი მანქანაა, შესაბამისად ამდენივე მძღოლიც. დღევანდელი გადაცემა სწორედ მათ დაინტერესებთ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არამძღოლებიც ყურადღებით მოგვისმენენ. შორმანძილზე მგზავრობისას, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ღამე გვიწევს ავტომანქანის მართვა, არსებობს ჩაძინების საფრთხე. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. სწორედ ამიტომ მე დღეს გასწავლით რამდენიმე მეთოდს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და ფხიზლად ვიყოთ საჭესთან. საუკეთესო გამოსავალი მსგავსი შემთხვევის დროს ასეთია. გააჩერეთ მანქანა სადმე უსაფრთხო ადგილას და 20-25 წუთი დაიძინეთ. ამ პერიოდში თქვენი ორგანიზმი მოასწრებს ენერგიის აღდგენას და შესაბამისად თქვენ შეძლებთ უსაფრთხოდ განაგრძოთ მგზავრობა. გააკეთეთ ეს ყოველ 2-3 საათში ერთხელ. პირიქით უფრო ეფექტურია, თუ კი 2-3 საათი დაიძინებთ და 20 წუთი იმგზავრებთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში თქვენ სამტრედიაში ჩასასვლელად შეიძლება დაგჭირდეთ 17 ან 20 დღე, ბათუმში ჩასასვლელად დაახლოებით 1 თვე, თუ არსად გეჩქარებათ, რატომაც არა. თუ თქვენს გარდა მანქანაში კიდევ არის ან არიან მგზავრები, ეცადეთ ესაუბროთ, მაგრამ არ იკამათოთ. თუ მგზავრსაც ჩაეძინა, სთხოვეთ მას, რომ გადაწვეს უკანა სავარძელზე. რადგან არავინ იცის რატომ, მაგრამ მძინარე ადამიანის ყურებას ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც მტკნარებას. ანუ გადამდებია. თუ უკან გადაწოლილი ადამიანი ხრინვას დაიწყებს, სთხოვეთ, რომ ისევ წინ გადმოვიდეს. რადგან სხვის ხრინვაზე კარგი სიფხიზლის წამალი არ არსებობს. გზავრობის დაწყებამდე მანქანაში დადეთ გაჭრილი ლიმონი და როგორც კი იგრძნობთ მოდუნებას, დაყდოსეთ. ლიმონის მძაფრის სუნი ახდენს ჰიპოთალამუსის სტიმულაციას, რაც ხელს უწყობს კონცენტრირებას. თუ ლიმონი დაგავიწყდათ ან შემოგეჭამათ, მაშინ გაიხსენეთ ვინმე მჟავესახიანი ნაცნობი და მასზე იფიქრეთ. ჩართეთ მუსიკა და თქვენც აყევით სიმღერას 15-20 წუთის განმავლობაში. სხვათა შორის შვედმა ფიზიოლოგებმა დაადგინეს, რომ ასეთ შემთხვევაში უცხოურ სიმღერას გაცილებით მეტი ეფექტი აქვს, ვიდრე მშობლიურს. თუ მანქანა წამოგეწიათ, სადაც ასევე მღერის მძღოლი, შეგიძლიათ ეს სიმღერა ხმებშიც კი გაშალოთ. Every time you touch me, I become the hero, shining like a candle in a dark. ბევრი მიიჩნევს, რომ ყავა და ჩაი ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ არ ჩაგეძინოთ. კი, თუმცა ორივე მათგანი საათ-ნახევრის განმავლობაში მოქმედებს. ბევრად უფრო ეფექტურია ყინულებიანი წვენი ან წყალი, რადგან ცივი სითხე უფრო აცოცხლებს ორგანიზმს, ვიდრე ცხელი. თან ბევრი სითხის მიღების შემთხვევაში სხვა დელიკატური პრობლემაც შეგაწუხებთ, რომელიც არ მოგცემთ უფლებას, რომ ჩაგეძინოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მე გირჩიეთ ყინულებიანი წვენი ან წყალი. და არა ვისკი, ჯინი, ან თუნდაც რომი. დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, სასურველია რამე მძაფრი არომატი. ღეჭეთ ხმამაღლა, აწკლაპუნეთ პირი, გაბერეთ ბუშტები, რაც უფრო უზრდელურად მოიქცევით, მით უკეთესი. თქვენი ამოცანაა მიხვიდეთ უსაფრთხოდ და არა ელეგანტურად. დაძინების გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი არის ტემპერატურა. თბილ გარემოში ორგანიზმი უფრო ადვილად ემორჩილება ძილს, ამიტომ ჩაწიეთ მინა. ცივი ჰაერის ნაკადი და ჟანგბადი გამოგაცოცხლებთ, თან ღია ფანჯარაში დიდია შანსი, რომ პეპელა, ბუზი, ღამურა ან თუნდაც ჭოტი შემოფრინდეს. ასეთ დროს დაძინება ხო საერთოდ გამორიცხულია. შეიძლება ცოტა არასერიოზულად მოგეჩვენოთ, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან ეფექტური მეთოდია ფეხსაცმლის გახთა და ეგრეთ წოდებული პედლების ფეხშიშველი მართვა. ფეხის გულებზე ძალიან ბევრი ნერვული დაბოლოებაა და მათი გაღიზიანება აფხიზლებს ორგანიზმს. დაახლოებით ის მომენტია, ქობულეთში ზღვიდან რო ამოდიხარ ქვიან პლაჟზე, ხო შანსი არ არის დაგეძინოს. მარტივი ამოცანებით ავარჯიშეთ ტვინი. მაგალითად დაითვალეთ და შეაჯიბრეთ შემხედრი ავტომანქანები, სედანი და ჯიპი, ვერცხლისფერი და შავი, მარცხენა საჭიანი და მარჯვენა საჭიანი. შემდეგ ჯიპების რაოდენობა აიყვანეთ კვადრატში და მიუმატეთ სედანების რაოდენობის კვადრატს. მიღებული შედეგი კი გაყოთ მარცხენა საჭიანი ავტომანქანების 55%-ზე. აი ასე თამაშში შეიძლება ფერმას თეორემაც შემოგეხსნათ. იმედია მოასწარით და დაიმახსოვრეთ რჩევები. თუ ყველა ვერა, არ ინერვიულოთ. ამ გადაცემას კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ. თუ მაინც ვერ მოახერხებთ, არც ამაზე ინერვიულოთ, დამიკავშირდით თვის ბოლოს ბათუმში მიწევს წასვლა და 2 კაცის ადგილი მექნება. დღეს კი ამით დავასრულებ ოთარ ტატიშვილის სატელევიზიო კლინიკა, მშვიდობიან მგზავრობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახვამდის.